დავიწყებ იმით, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო რეალურად მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როდესაც თავს უნდა დაესხას რომელიღაც ევროპულ ინსტიტუტს, ევროპულ ელჩს, ან ევროპულ ზომას და ნაბეჭს, არასოდეს, როდესაც საქართველოს ეროვნული ინტერესია დასაცავი, ეს ეგრეთ წოდებული სამინისტრო არ არსებობს ფიზიკურად, არაფერს არ ეხმაურება, არაფერზე არ რეაგირებს, არაფერს არ იცავს, არაფრით ქართულ სუვერენულ ნებას არ გამოხატავს და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, ხო? იმ წუთში როგორც კი ნახეს, რომ კონკრეტული ტიპის ზომა იქნა მიღებული, იმ წუთში გამოეხმაურნენ ამას, მაგრამ როცა საკითხი ეხება ისეთ რაღაცებს, როგორც არის ორი ოსეთის თემა, ეგრეთ წოდებული ორი ოსეთის თემა, როგორც არის ირანის ელჩის მხრიდან ნათქვამი მუქარა, სად იყო მაშინ საგარეო არსად. ამიტომ ეს არ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს არის მაკას დუქანი, რომელიც არის უბრალოდ ბიზნესოიდური პოლიტიკის საერთაშორისო პოლიტიკური მაპატიებდა და გაправებით დაკავებული. არაფერი საგარეო პოლიტიკური და არაფერი როგორ ვთქვათ, ინსტიტუციური სამწუხაროდ საგარეო საქმეთა სამინისტროს აღარ დარჩენია. რაც შეეხება მათ აი ამ სრულიად უსუსურ პასუხს, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი რუსული ტიპის რაღაცა ფარსი, ხო, რეალურად კლოუნადა. მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცით, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კონივრული ეჭვი ყულევთან მიმართებით. როდესაც ვიცით, რომ პორტიც კი, თვითონ პორტი იყო შეტანილი სიაში, მაგრამ მოხდა მისი ამოღება, იმიტომ რომ მთავრობამ და პორტის ადმინისტრაციამ მაშინ შეგახსენებთ, შესაბამისი ტიპის დათქმები და ვალდებულებები გააკეთეს და აიღეს და მოხდა ბოლო წელს ამოღება სანქციის სიიდან პორტის. ეს იყო ერთი ფაზა და აი ამის მერე ამდენი გაფრთხილების, ამდენი წინასწარ თქმის შემდეგაც კი ჩვენ რეალურად მივედით იმ მომენტამდე, როდესაც უკვე ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა გახდა სანქციის საგანი და მას აქვს 6 თვე ეხლა 6 თვეში ჩაირთვება ეს სანქცია და ამ 6 თვეში აქვს მას მიცემული დრო იმისთვის, რომ გამოასწოროს ყველაფერი. ეს ასიშოს პირველი, რომ რეალურად ევროპული კავშირი ღიად აცხადებს, რომ ეს ობიექტი, ეს კონკრეტული ერთეული არის დაკავშირებული რუსეთის ომის ეკონომიკასთან. ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ ფაქტების გარეშე ქოცები კი ამბობენ ხოლმე, რომ აი ეს ვიღაცას უნდა ქოცები საქმეს ის წარმოაჩენს, რომ ოპოზიცია ეუბნებოდა. ანუ იმდანად აბსურდულ მდგომარეობაში არიან თვითონ ჩავარდნილი. ეს მინდა ხალხს ესმოდეს. მათ რეალურად გონიათ, რომ ვიღაცას რაღაცას ეტყვის, ამით ხდება ვიღაცის სანქცირება. ეს არის ჩვეულებრივი მაპატიებდა და იდიოტიზმი. სანქციებას გააჩნია პროტოკოლი, ძალიან მკაცრად გაწერილი წესები, ასე თუ ვიტყვით, რის მიხედვით რა მასალაზე დაყრდნობით შეიძლება მოხდეს კონკრეტული ობიექტის თუ სახელმწიფოს თუ პირის სანქცირება. ამას გადიან ძალიან სკრუპულოზულად პარლამენტები და საგარეო საქმეთა სამინისტროები. ეს ისე კი არა, ვიღაცა რაღაც უთხრა და მოდი ეს დამისანქცირე და მოდი ეს დამისანქცირე. ესეთი აბსურდი მარტო ქოცის უბადრუკ ტვინში შევა დაიბადოს, ხო? ესეთი რაღაც არ არსებობს. არსად და როდესაც ევროპული კავშირი და არა რომელიღაც სახელმწიფო ხაზი მინდა გაუსვა, ეს არის ევროპული კავშირის, მთელი კავშირის მიერ დაწესებული პირველი სანქცია ქართული ერთეულის მიმართ. ხო, როდესაც სრულიად ევროპულმა კავშირმა თქვა, რომ ეს ობიექტი არის რეალურად ჩართული რუსეთის ომის ეკონომიკაში, აი იმ ქსელში, ის როგორც არის კრიპტო პლატფორმები. გრიგოლ, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. ეკონომიკაზე გავლენის შესახებ მინდა კითხოთ კონკრეტულად შეფასების გარდა, სრული სურათისთვის უთხრათ მაყურებელს, რომ საგარეოს იმედს იტოვებს, რომ გადაიხედება ეს საკითხი, ეს 6 თვიან პერიოდზეა საუბარი. თავად კომპანიის წარმომადგენელი პირველებს ეუბნება, რომ ეს არ არის სანქციები და ეს პრევენციული ღონისძიებაა და აქვე ევროპულ ბაზრებზე მოძიებას პროცესში ვართო, ხო? ასეთი განმარტება მოვისმინეთ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თუნდაც ეს ამ პაკეტში მოხვედრა და რეალურად ის სურათი რაც ამ ხრივ არის, ეს იქონიებს გავლენას ეკონომიკაზე? იმიტომ რომ გარკვეული ანალიტიკოსების შეფასება მოვისმინე ნაწილის, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ასე იქნება. რა შეგიძლიათ თქვათ თქვენ? ცალსაღად. რა თქმა უნდა, ცალსაღად, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი ეკონომიკური ობიექტი, თან ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტი, ეს რაღაც რიგითი ბუტკა ხო არ არის, ხო? ან რაღაცა, არ ვიცი, ვიღაცის ყავის ხო რა, ყავახანა, ხო? ან კაფე, ან ვიცი, საშაურმე. საუბარია ძალიან მნიშვნელოვან ერთ-ერთ ეკონომიკურ ობიექტზე. საუბარია მათ შორის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, ხო? შუა დერეფნის ამბავზე, მარტივად თუ ვიტყვით. აი იმ ცხელ ამბავზე, რომელზეც ეხლა საუბრობს პირველად ისტორიაში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები
ასევე გერმანია პირველად ისტორიაში ამ ორ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს და უდიდეს ეკონომიკას მსოფლიოში აქვს თანადროული პარალელური ინტერესი შუა კორიდორის, შუა დერეფნის მიმართ. ხო, ტრამპის ინტერესი ყველა მიცის, მისი ჩართულობა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაში და მისი სახელობის გზის ფორმირებაში, რომელიც ნაწილიც უნდა იყოს ანაკლია, როგორც დასავლეთ მხარე ამ ჭიშკრისა, ამ მარშრუტისა, როგორც ჭიშკარი და კარიბჭე კონტინენტებს შორის და ეხლა შევნახეთ გუშინწილ ასევე ბატონი მერცის განცხადება გერმანიის კანცლერის, რომელსაც ღიად შავი თეთრზე თქვა, რომ შუა დერეფანი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კოცის გარდა ყველას ესმის ეს. აი კოცმა გახადა შესაძლებელი, რომ ანაკლია არის ჩაძირული, შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალი არის განადგურებული, ალტერნატიული გზა შენდება 40,000 ტონა არის უკვე აზერბაიჯანის სომხეთში გასული და ამასობაში კოცი დგას და ჩვენ გარეშე მაინც არაფერი მოხდებაო ამ სისულელეს მაპატიეთ და ბოდავს და მოხდა უკვე, მოხდა. არ მოხდება კი არა, გუშინ წინ მოხდა. მაგრამ კოც ხო არ აინტერესებს ეროვნული ინტერესი. მას ხო რეალურ ციფრებთან, რეალურ დინამიკასთან ძალიან დიდი პრობლემები გააჩნია. აი გრიგოლ, ეს 6 თვე როგორ ფიქრობთ, აი რატო არის გამოყენებული ამ შემთხვევაში? ერთ წინადადებას ვერ ამბობს გამართულად, ხო? აი შევხედოთ და მარტივად პრეზიდენტად დაგვისვეს კაცი, რომელიც არათუ ისო არაფრის გარტყმაში არ არის. არათუ ისო არც ერთი ცნება არ იცის. ორ რაღაცა თანამედროვე ცოდნით შეარაღება თუ რაღაცის თქვა ცდილობდა, ხო? ეგეც ვერ თქვა. აი ეს არის კოცი. უვიცების რაღაცა უცნაური ეკლექტური გაერთიანება, მეტი არაფერი. და რომ დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, ნახეთ, საქმე იმაშია, რომ ეს არ ტყავს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, სატრანზიტო პოტენციალს, შუა დერეფნის იდეას და პრაქტიკას და ეს არის ისეთი რამე, სადაც უბრალოდ ნორმალური თავრობის არსებობის პირობებში არ უნდა მოვსულიყავით. აი ამ მომენტამდე არ უნდა ვიყოთ მოსული, სულ სხვაგან უნდა ვიყოთ. ისევ ანაკლიას უნდა ვაშენებდეთ, საუკეთესო სანდო, უსაფრთხო სატრანზიტო კორიდორი უნდა გქონდეს. სომხეთს და აზერბაიჯანს უნდა ვთავდეთ, აი ახლა ჩვენ რომ ელემენტარული ჭკუა გაგვაშინდეს როგორც სახელმწიფოს და აი რუსკოცების ხელში არ ვიყოთ, სომხეთს და აზერბაიჯანს უნდა ვთავდეთ. ახლა აი ახალი დინამიკის განსხეულებად ანაკლის მშენებლობაში. და დიახაც ტრამპის გზის ნაწილი უნდა ხდებოდეს ანაკლია, ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც საქართველოში ათობით ათას სამუშაო ადგილს მოგცემდა, შექმნიდა ახალ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას და ჩვენს ქვეყანას თვისებრივად წინ წასწევდა. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ უკვე ნახევარ წელზე მეტია იმ კონკრეტულ ამ ორ იდეაზე. და აი ეს არის ის და ყველაფერი შემდეგი რაც ხდება, ამართლებს ზუსტად ჩვენს ამ მოლოდინს და ამ დინამიკის ჩვენებურ წაკითხვას. ხო, ახლა მერცმა გუშინ წინ თქვა ზუსტად ეს ტრამპის ჩართულობას ყველანი ვხედავთ, არც მე მგონი ძალიან მარტივია ყოველთვის აღსაქმელად, რომ რასაც ლელო ძლიერი საქართველოს წლების განმავლობაში ამბობს შუა დერეფანთან მიმართებით, არის ის ერთადერთი სწორი და ქართული გზა, რასაც შეუძლია ჩვენი ქვეყანა წაწიოს თვისებრივად წინ. გასაგებია, გრიგოლ, ერთ საკითხზეც მინდა თქვენთან მოვასწრო, ელექტროენერგიის საკითხი, რომელიც ჯერჯერობით ბუნდოვან თემად რჩება. მე მაყურებელს მოუყევი ბოლო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ელექტროსისტემის განმარტებით საკითხზე მოკვლევა მიდის და მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია, თუმცა ფაქტი არის ის, რომ მრავალი საათის განმავლობაში საზოგადოება ასე გამოდის, რომ რჩება ვაკუუმში, იმიტომ რომ არ ვიცით ხო რა გახდა კონკრეტული მიზეზი. თქვენი პარტიის წარმომადგენლის კომენტარს ვკითხულობდი, რომელიც ყვებოდა, რომ აი დივერსიფიკაციის საკითხსო და მის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ეს ამბავი. ანუ თქვენი თქვათ კითხვის ნიშნები რა არის ამ თემის ირგვლივ, ასე თქვათ დენიდან ასე თქვათ გათიშული ქვეყანა და მასზე ინფორმაციის ნაკლებობა მინიმუმ რბილად რომ თქვათ რეალურად არ არსებობა ამ დრომდე რა მოხდა. ხო, ჩემთვის პირადად პირველ რიგში ეს არის ეროვნული უსაფრთხოების კოლაფსის მაჩვენებელი. როდესაც პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, ხო არა საუბარი ერთ ან ორ ოლქზე. დედაქალაქი, რასაც სამხედრო თვალსაზრისით აქვს კიდევ ცალკეული მნიშვნელობა და პოლიტიკური ცხადია, დედაქალაქი, პრაქტიკულად ყველა მსხვილი ქალაქი და თითქმის მთელი ქვეყანა, რაც მე ვიცი, მე მგონი მთელი ქვეყანა, მე რაც ვნახე, გაითიშა მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. სრულად, ამას ქვია blackout-ი, ხო? აი, სრული უკუნეთი, რასაც ქვია, ხო? ისე რომ არავინ არ იყო რეალურად ინფორმირებული, რა ხდებოდა ჩვენს თავს, ანუ ეს ინფორმაციის მართვის კატასტროფა არის ამავე დროს, როდესაც ამდენი მილიონი ადამიანი გამოითიშება
არ იცის რა ქნას, არ იცის რას ელოდეს, არ იცის ეშინოდეს თუ არა, საერთოდ რა არ ხდებოდეს, ეს არის ელემენტარული ანაბანა მართლობის და კომუნიკაციის, რომ ადამიანებს სასწრაფოდ უნდა მიაწოდო, რაც შეიძლება დაზუსტებული, რაც შეიძლება საანდო და აკურატული ინფორმაცია. ეს არის ვალდებულება ნებისმიერი ადმინისტრაციის, რომ მოქალაქეები, რომელიც მის ხელფას იხდიან, იყვნენ ინფორმირებული, რატომ არის უკუნეთი ქვეყანაში და ხომ არ არის პოტენციურად რაიმე ტიპის მომატებული რისკი. მithom ეს ქვეყანაში, რომელიც ჯვარი გწერია, მაგრამ რომლის ნაწილებიც არის ოკუპირებული და რომელსაც ყავს მტერი ასვისე შორს. მოსახლეობამ არ უნდა იცოდეს რა ხდება 1 საათის მინიმუმ 1 საათის განმავლობაში, რა თქმა უნდა იცოდეს, ხო? ამიტომ ის რომ აი ესე შეიძლება რომ ელექტროენერგიის გარეშე დავრჩეთ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში და არ ვიცოდეთ არაფერი, ის რომ არ გვაქვს ალტერნატიული ქსელი რომელიც ავარიულ რეჟიმში დროებით მაინც მიაწვდის ელექტროენერგიას სულ მცირე ყველა მსხვილ ქალაქს და ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილს თუ არა მთელ ქვეყანას აი ესეც არის ეროვნული უსაფრთხოების ძალიან სერიოზული ჩავარდნა და კითხვის ნიშანი და ის რომ ამდენს ვისმენთ ხო ამდენ საუბარს რაღაცა მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, კუნძული რომ ყოფილვართ, მე ვიცი ისი კუნძულიც ვართ. რა ვიცი, უბედურების, სიღარიბის და უპერსპექტივების. მაგის კუნძული ნამდვილად ვართ. სამწუხაროდ და მშვიდობა და კეთილდღეობა და სტაბილურობა ვინმე ნახა? გამოგჩა დანარჩენს უმრავლესობას? რამეში გამოიხატა მშვიდობა და კეთილდღეობა ვინმესთვის? აი ეს მარტივი ვითომ მაგალითი, სიგვარული ძალიან სერიოზული და ჩვენ ამას მივადევნებთ, აქვე მინდა ვთქვა ძალიან დიდ თვალყურს და ყურადღებას, ხო, რომ ეს საკითხი არ გაქრეს და არ ჩაიფარცხოს ქართულმა ხალხმა იცოდეს მინიმუმ 1 საათის განმავლობაში რატო არ ქონდა ელექტროენერგია მთელ ქვეყანას. მაგრამ ეს ყველაფერი მარტივად მაჩვენებს იმას, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება და კეთილდღეობა და ნატო კი არა ელემენტარული რაღაცეებიც კი, რას გამოარჩევს სახელმწიფოს ტერიტორიისგან. ხო, იმიტომ სახელმწიფო და ტერიტორია განსხვავებული რაღაცებია, ხო? სახელმწიფო არ არის მარტო მიწა, სახელმწიფო არის მიწა და პოლიტიკური სისტემა. აი ეს ელემენტარული ნიშნები და ატრიბუტებიც კი სამწუხაროდ ჩვენ დღესდღეობით არ გაგვაჩნია და ამის გამოხატულება ეს გაუგონარი ენით აღუწერელი ადამიანი საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რომელიც ვერც ერთ წინადადებას ვერ ასრულებს და დიდი მადლობა გრიგოლ ადამიანი მოსწებულდა და ხუმრობდა რომ იმისთვის გამორთეს შოკი თელ საქართველოში აი ეს კატასტროფული ინტერვიუ არავის ვერ ანახაო და გამისა დავიჯერო რომ მართლა მაგისთვის გამორთეს შოკი. მადლობა გრიგოლ დაგემშვიდობებით. გრიგოლ გეგელია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში რეკლამაზე გავალთ და ძალიან მალე ისევ პირდაპირ ეთერში ვიქნებით.